ჩვენ გულათერში ვართ ტელეკომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები გვამსწრებთ და ვსაუბრობთ მოვლენებზე, რომელიც 8-14 ივნისის პერიოდში ამოსაუბრებელი ასტროლოგიური კუთხით თავისთავად რას გვიქადიან ვარსკვლავები, როგორია პლანეტების განწყობა, თითოეულ განისადმის სწორედ ამის ირგვლივ ვისაუბრებთ და უპირველეს სკოლის ამოდი დავიწყოთ იმით, რომ მცირეოდენით, მაგრამ მაინც დედამიწა ამ კვირაში გადადის უარყოფით ენერგულ ველში. ეს უკვე 10 რიცხვიდან იქნება თვალშისაცემი და ეს მოვლენა გასტანს დაახლოებით 17 ივნისამდე. ანუ სადღაც ეს ერთი კვირა, მოდი ესე ვთქვათ, ოღონდ 10 ივნისიდან დაწყებული ერთი კვირა. და აქ რასაკვირველია ცოტა იქნება ხელისშემშელი ფაქტორები. ახლა ჩვენ არაერთხელ აგვიხსნია თქვენთვის, რომ დედამიწის უარყოფითი ენერგოველი, გასაგებია, ახლა ეს ხდება ესეთი რამ. ხან დადებით, ხან უარყოფით ენერგოველში ვარ ტრადიციულად, მაგრამ როცა გადადის უარყოფით ენერგოველში, აქაც განსხვავებებია. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ეს შკალური სისტემა, სადაც არის -1 უარყოფით ენერგოველი, -2, -3 და ასევე დადებითი, ხო? როცა დაუშვათ -3-მდე ჩამოდის, ეს უკვე ძალიან მძიმე შემთხვევაა, როდესაც უკვე ჯანმრთელობაზე ძალიან დიდი გავლენას ახდენს, პრობლემები საქმეში ერთიორად თვალსაცემი გახდება, ტრავმატული ტენდენციები მატულობენ და ასე შემდგომ. როცა ახლა -1-მდე ჩამოდის, როგორც ჩვენ ახლა გვექნება 10 რიცხვიდან 17 რიცხვამდე, ეს შედარებით უფრო მსუბუქი ფორმაა, მაგრამ მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული წყალქვეშა დინებები ამ პერიოდში მაინც მოსაუბრელია. და აი რასთან იქნება ეს წყალქვეშა დინებები დაკავშირებული, ამით ცხადია ჩვენ ამას შევეხებით თავისთავად. თუმცა იქამდე 10 რიცხვამდე მაგალითად ხვალზე ჯერ კიდევ პერიოდი კარგია, ყველა შეუძლია აქტიურად იმოქმედოს და არაერთი იდეას განახორციელოს, საინტერესო კონტაქტები დაამყაროს, მოლაპარაკება აწარმოოს, მაგრამ 10-დან უკვე 17 რიცხვამდე, 17-ის ჩათვლით, მოდი ესე ვთქვათ, ცოტა მეტი სიფრთხილე ჭირდება ყველას და რა სფეროში იქნება ეს სიფრთხილე საჭირო, ამით ცხადია ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ. და 13 რიცხვია კიდევ საყურადღებო, იმიტომ რომ 13 რიცხვიდან ან შაბათი დღიდან ვენერა სიყვარულის, ხელოვნების, ფულის მმართველი პლანეტა გადაინაცვლებს ლომის ზოდიაქოში. რა ტენდენციები იქნება ამასთან დაკავშირებით, ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ვენერა ლომში არ არის ცუდი ნამდვილად, იმიტომ რომ ლომი ისედაც სიყვარულის მმართველი ზოდიაქოა, ხოლო ვენერა ისედაც მმართველია სიყვარულისა და მათი ერთმანეთთან შეხვედრა ძალიან გააძლიერებს რომანტიკულ ურთიერთობებს, რომანტიკულ თავგადასავლებს, სასიყვარულო სფეროს და საიდან შეიძლება დავუშვათ ფინანსები გავიმჯობოს, ამაზე ცხადია ჩვენ ამ თემასაც შევეხებით, აი ამ ვენერას გადასვლასთან დაკავშირებით ლომის ზოდიაქოში. ეხლა მოდით მივყვეთ უკვე თამდევრულად ზოდიაქოს ნიშნებს და სანამ ესე იგი გავყვებით ამ ზოდიაქოს ნიშნებს და მათ ტენდენციებს, ამ კვირის საკითხად ხო მინდა ესე შევახსენოთ, რომ ვისაც განზრახული პირადი ჰოროსკოპის შედგენა მიჩქარეთ, აგვისტოში ფაქტობრივად მე აღარ ვიმუშავებ, არ ვიქნები საქართველოში, ხოლო იქამდე კი ბატონო მზად ვარ გემსახუროთ. ესე იგი შეგვეხმიანოთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 57 32 68. ვიმეორებ 599 57 32 68. შეადგინოთ თქვენი პირადი ჰოროსკოპი, გავერკვეთ იმაში თუ რა კოსმიური მისიით ხართ მოსული, ამ ქვეყნად ამასთან ერთად ძალიან ბევრი ინფორმაციას მიიღებთ. თქვენი ნუმეროლოგია იქნება ჩადებული, თქვენი მინერალები, შესაძლოა სასწავლო იყო ერთ-ერთმა ესე იგი პიროვნებამ, ეხლა ხარ რომელიღაც დავშოთ გადაცემის თქვა, რომ ნუმეროლოგია ყველაზე მნიშვნელოვანია და მათ შორის აი რაღაც გარკვეულწილად მე შემეხო, რომ ნუმეროლოგია მან არ იცისო ან არ იხილავს, მოდი ესე ვთქვათ, ხო? მე მინდა გასაგებად უთხრა ყველას, რომ მე 1993 წლიდან ვარ ეკრანზე და მათ შორის ქონდა ცალკეული გადაცემები, არა მარტო ტელეკომპანია კავკასიის ეთერში, არამედ ჯერ კიდევ მეორე არხზე, რომელიც ეხებოდა საერთოდ მაშინ ამ თემას საერთოდ არავინ არ ეხებოდა 90-იან წლების ბოლოს. და რას თუ არის პიროვნება, რომელიც ეს თქვა, დავადებულია 2001 წელს. შესაბამისად, ახლა კიდე გავეს ასოციალურა სატირალი რო არ იყოს და ნუმეროლოგიაზე ცალკე გადაცემები მქონდა. უფრო მეტიც ჩემს ასტროლოგიურ წიგნებში ყველგან არის ცალკე მითითებული ნუმეროლოგიური პარამეტრები, მათ შორის ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის და მათი მნიშვნელობა და დღემდე ვჩივი იმას, რომ არც ერთი ეგრეთ წოდებული ნუმეროლოგი, რომელიც გამოდის, არ ახსენებს ციფრების დაკავშირებას პლანეტებთან. რაც ყველანაირად არასწორია. უფრო მეტიც ჩვენს ამ გადაცემებში მე არც დიდი ხნის წინ
წინ, დაახლოებით 2-3 თვის წინ მქონდა ცალკე საუბარი ნუმეროლოგიაზე. და არიცხვების მნიშვნელობაზე, ხო? ვინც უყურებს ჩვენს გადაცემას, მათიციან ამის შესახებ. აღარ ვამბობ, რომ ფენშუის ჩინური ხელოვნება საერთოდ არ იცოდა არავინ ჩვენთან, როცა მე პირველად 90-იანების ბოლოს ჯერ კიდევ მაშინ ვამცნე საზოგადოებას ჩემი გადაცემის მეშვეობით, მათ შორის ფენშუის შესახებ. ამიტომ შევადგინოთ პირადი ჰოროსკოპის ასთქვიანი ფენშუიც იქნება ჩადებული, ნუმეროლოგიაც იქნება ჩადებული, ასევე იქნება კარმული მისია, ასევე იქნება ჩადებული ის თუ რომელი ქვეყნებია კარგი ცუდი. იმ ინფორმაციას თქვენ გაიგებთ, რომელი პროფესია თქვენთვის კარგი ცუდი, რომელი პარტნიორია კარგი ცუდი ან საშუალო, მოდი ასე ვთქვათ, ხო? გაიგებთ თქვენს დამოკიდებულებას საქმისადმი, ნებისმიერ საქმეს სამი ელემენტი, აქ სამი პარამეტრი გასავლელი, საწყისი, შუა და ბოლო და როგორ მოქმედებთ თქვენ, რა ადგილი გაქვთ გამოსასწორებელი, სად გაქვთ სუსტი ზონა, 4 სტიქიაზე დაყუფით, როგორია სტიქიების, ასე ვთქვათ, მდგომარეობა თქვენს ორგანიზმში, თქვენს ფსიქოტიპში, შესაძლებლობებში და რა არის გამოსასწორებელი. ამაზეც ვისაუბრებთ ერთ სიტყვით, ძალიან ბევრი თემა იქნება განსახილველი და აგენან გამომდინარე იმედია, რომ ინფორმაციით იქნებით დახუზლული, გაფრთხილებული, შეიარაღებული და იმედია წარმატებული. ასე რომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ ესე იგი პირადი ჰოროსკოპის შედგენისთვის მზად ხართ და გინდათ უკვე რადიკალური ცნობები შეიტანოთ თქვენს ბედიბალში, შეგვეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91 52 38. რაც შეეხება ახლა დღევანდელ მოვლენებს, ესე იგი დავიწყოთ ვერძის პირველი ცეცხლოვანი ნიშნით. ვერძე ხვალ ზეგ პერიოდი კარგია და საერთოდ ამ კვირის განმავლობაში თქვენ ენერგოტონუსს არ უჩივით. ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ლიდერია, ხელმძღვანელია, უშარია, მებრძოლია, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ 10 რიცხვიდან, მაგალითად კვირის ბოლომდე, ჯერ ვთქვათ, ისე კი 17 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ კვირის ბოლომდე მაინც ვთქვათ, კონცენტრირება ამ კვირაზე გავაკეთოთ, ცოტა მეტად გაგიხსნილდება ურთიერთობა ახლობლებთან, თუ რა ურთიერთ გაგება მცირდება თქვენსა და მათ შორის. ზედმეტად პრეტენზიული ხართ მათ მიმართ. რამაც შეიძლება ეს ურთიერთ გაგება შეამციროს და ამან გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს. აი ამას მიაქცეთ ყურადღება, ამის გარდა ფეიკების ალბათობა მაღალია, მიაქცეთ ყურადღება ინფორმაციას. ზოგიერთ შეეცდება თქვენს მოტყუებას. ამიტომ ნებისმიერ ინფორმაცია გადამოწმეთ და თუ ხელშეკრულებას დებთ, ყველა მის პუნქტს გადახედეთ. ისე ხელი არ მოაწვევთ, რომ რაიმე სახის შეცდომა ამ კუთხით არ დაუშვათ. ამავდროულად, მოდი ეს ვთქვათ, პერიოდი კარგია მრავალფეროვანი შეხვედრების, მოლაპარაკებების, კონტაქტების, მგზავრობის კუთხითაც კი, შესაძლებლობების, სწავლისა, გამოცდების წარმატების ჩაბარებისა და სხვა საინტერესო მოვლენებისა უდავოდ გაქვთ მაღალი. ამიტომ ერთ-ერთი ფავორიტი თქვენ ხართ უდავოდ ამ კვირისა, უბრალოდ ამ წყალქვეშა დინებებს, რომელიც აღმოჩნდა ცოტა მეტი ყურადღება დაუთმოთ, რათა ამან ხელი არ შეუშალოს, არ შეაფერხოს მთლიანობაში საკმაოდ კარგ თქვენთვის პერიოდს. კუროს რაც შეეხება, კუროს ენერგოტონუსი ახლა ცოტა დაბალია, ამიტომ იმუშავეთ, რაც უკვე საქმეც გააკეთოთ, ოღონდ არ გადაიღალოთ. როგორც კი იგრძნობთ, რომ ორგანიზმი ითხოვს დასვენებას, ცოტა დაასვენეთ, ცოტა წაუძინეთ და ასე შემდგომ, რომ ორგანიზმი იყოს მდგრადი და სტაბილური. რაც შეეხება უკვე 10 რიცხვიდან 17-ის ჩათვლით პერიოდს, აქ მოდი ასე ვთქვათ, ზედმეტად ჯიუტი ხდებით. არავის მოსმენა არ გსურთ, ზედმეტად მიდიხართ რისკზე, რაც არ იქნება შეფარდებული თქვენს ასტროლოგიურ პრინციპთან. კუროს პრინციპი არის შვიდჯერ გაზომეთ ხოლგაჭერი, იმიტომ ეს ნიშანი ფრთხილია. ამ შემთხვევაში გადაუხვევთ თქვენ ამ თქვენი პრინციპიდან და ამან შეიძლება შეცდომები დაგაშვებინოთ. და აქედან გამომდინარე, აი ამ უარყოფით ტენდენციებს მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. შემდგომ მოდი ავუშვოთ ისიც, რომ თუ კაპიტალ დაბანდებებს ახორციელებთ არამე ინვესტიციები გინდათ შვიდჯერ გაზომეთ ხოლგაჭერის პრინციპით იმოქმედეთ და აუცილებლად კონსულტაცია გაიარეთ გამოცდილ ადამიანებთან, რომ ამ კუთხით რაიმე სახის შეცდომა არ იყოს. რატო ახლა უსწორმოცხას ზედმიწევნით ფინანსებს, ვინც რომ ადრეული საქმეებიდან ახლა შეიძლება მიიღოთ მატერიალური დივიდენდები. ახლა შეიძლება პრემიები, ბონუსებიც მიიღოთ. ახლა შესაძლებელია გარკვეული ბიზნეს პარტნიორული საქმიანობიდან შემოვიდეს გარკვეული მატერიალური დივიდენდები, თანხები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს აბსოლუტურად უარყოფით უნდა დახარჯოთ. ან არასწორი ინვესტიცია განახორციელოთ, რისი ალბათობა 10 რიცხვიდან უკვე მოემატებს. ამიტომ თუ ეს ყველაფერი გინდათ, ხვალზე ეს 2 დღე გამოიყენეთ გაცილებით უფრო წარმატებულია მათ შორის ინვესტიციების ან საყიდლების კუთხით, ვიდრე უკვე 10 რიცხვიდან დაწყებული პერიოდი. აი ხრევოთ ყურადღები და განსაკუთრებული სიფრთხილე უკვე 14-15-ში, იმიტომ რომ აქ ჩვენ უკვე ახალთვარეობის ცოტა მძიმე დღეები გვაქვს. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნ-დაავადებულებს, ტყუპებო, პირველ რიგში ეხლა თქვენი დრო, რასაკვირველია ყველაზე წარმატებული ეს ნიშანია, ყველაზე აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, კონტაქტური, გონბამახვილი, გენერატორი ბრწყინვალე იდეებისა, კარგი ლიდერული ორგანიზებული მონაცემები აქვს, თვითრწმენა, საკმაოდ მაღალ დონეზე
შარმი, მიზიდულობა, კრეატიულობა, ეს ყველაფერი ამით აშკარად გამოირჩევა ეს ნიშანი, მაგრამ მაინც არის გარკვეული წყალქვეშა დინება უკვე 10 რიცხვიდან და რასთან არის იგი დაკავშირებული. ეხლა მოდი ავუშვათ, რომ აქ ის პერიოდია, რომლის ველობისას შეიძლება გარკვეულწილად თქვენში იჩინოს თავი სუსტრაფობამ. რის გამოც გინდა სწრაფად უცებ გააკეთოთ. რის შედეგად შეიძლება შეცდომა დაუშვათ. არ იყოს ის თქვენი და ისოდ მოქმედება ან რაღაც ნათქვამი კარგად მოფიქრებული. Ძლიანობაში კვირა კარგია მოლაპარაკებებისთვის, ორატორული მონაცემები გადასარევი გაქვთ, ადვილად ართმუნებთ ადამიანებს თქვენი იდეების მართებულობაში. მაგალითად თუ ხარ ჩართული მასმედიაში, ჟურნალისტიკაში, რაღაც საზოგადოებრივ ღონისძიებებში შეიძლება აქტიურად ჩაერთოთ, ამ კუთხითაც პერიოდი კარგია, შეიძლება ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესოთ, შეიძლება მოდი ასე ვთქვათ, არაერთმა აღიაროს თქვენი ასე ვთქვათ ნიჭი, უნარი, შესაძლებლობები ბიზნეს სფეროშიც იყოთ ფრიად წარმატებული, პირადულშიც ერთ სიტყვით პერიოდი კარგია, უბრალოდ ცოტა სუსტრაფობას ყურადღება, რომ ამ სუსტრაფობამ შეცდომები არ დაგაშოვეთ, ნუჩქარობ, ცოტა ასე ვთქვათ, 7 ჯერ გაზომ ერთხელ გაჭერის პრინციპი თქვენს არ გაწყენდათ ამ შემთხვევაში. სხვა მხრივ, მთავარი ფავორიტი მაინც ამ კვირის ახალ თქვენ. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, კერჩხებებო განსაკუთრებული ყურადღება ამ პერიოდს ჯანმრთელობის კუთხით. ჯანმრთელობა არამდგრადია, მოდი ასე ვთქვათ, აქედან გამომდინარე, ნუ გადაიღლებით და მით უმეტეს შემდგომი შაბათი კვირა განსაკუთრებით ფრთხილად, იმიტომ რომ უკვე ხასიათვალებადებაც მოიმატებს თქვენში. თქვენ ახლა გადიხართ ყველაზე რთულ პერიოდს, რომელსაც ქვია დაავადების წინა პერიოდი, როცა იმუნიტეტი გაქვთ საკმაოდ დაბალი, ემოციური გაღიზიანება სამაგიეროდ ძალიან მაღალი და აქედან გამომდინარე, ეხმლიანობაც ნაკლებია. ამიტომ მოდით ასე ვთქვათ, სარისკო მოქმედებები არა, ახალი მშვენი პროექტები არა, ამ პერიოდში აქ ჯობია ყოველგვარი საქმეებით შემოიფარგლოთ, ან დაუშვათ უფრო მშვიდ-ცხოვრებულ რიტმზე გადაერთოთ. ყოველ შემთხვევაში თავდაჭერა ყველა სახის ურთიერთობაში უნდა იყოს ორმაგი თქვენი მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ეს თავდაჭერა არ გექნა და მოთმინება შეიძლება გააფუჭოთ ურთიერთობები როგორც სახში, ასევე სამსახურში. განსაკუთრებული სიფრთხილე, მოდი ასე ვთქვათ, ხანდაზმულ ნათესავებთან. აი მათთან შეიძლება უფრო მეტად დაიძაბოს აქ ურთიერთობა და გახსოვდეთ, რომ ფარულ მტრებს არ ჯინაძინავთ. ფარულ მტრები, ჭორები, ინტრიგები, მოშორნეები აქტიურად მოქმედებენ თქვენს საწინააღმდეგოდ, ამიტომ ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლოდ დაიცავით, ისე იმოქმედეთ თხილად, წინდახედულად, ზედმეტი გადაღლის გარეშე. მაშინ კვირა იქნება გაცილებით უფრო სტაბილური. თუმცა, თუ რაღაც მშვენი საკითხია და ასე შემდგომ, ხვალ და ზეგ, ჯობია ვიდრე შემდეგ დღეებში. რაც შეეხება ლომის იმპერატორულ ნიშანს, ლომებო პროლისკოვლისა, ესე იგი წყალქვეშა დინებები 10 რიცხვიდან იწყება თქვენ ცხოვრებაში და ამასთან ერთად ის წამოშვეთ, რომ მთლიანობაში პერიოდი ცუდი არ არის, უბრალოდ ამ წყალქვეშა დინებებს სჭირდება ყურადღება. ანუ მოდი ეს ახლა აღვნიშნოთ და არავით არ კონფლიქტებში არ უნდა შეხვიდეთ. თუმცა ესეთი პროვოკაციული ტენდენციები აუცილებლად იქნება. აი ამიტომ ეცადეთ, რომ ცოტა მეტი თავდაჭერა, ცოტა მეთმინება, რაღაც არის პრობლემის სიტუაცია გაატარეთ. აცალეთ ცოტა ხანი ეს პერიოდი გავიდეს. იმიტომ რომ სხვა მხრივ პერიოდი მთლიანობაში კარგია თქვენთვის. ანუ ის ხელსგობს როგორც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე რომანტიკულ კავშირებს, თქვენი ერგოტონუსი მაღალია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივია, ნამდვილი ლიდერი და ხელმძღვანელია და როსტოვარია რეფორმატორია. აქ შეიძლება დაანერგოთ ახალი რეფორმები, ახალი მეთოდოლოგიები, ახლებურად წარმართოთ ურთიერთობებს, შეიძლება ახალი საინტერესო ორიგინალური იდეები წარმოაჩინოთ, მათი რეალიზაციას, მოახდინოთ ინტერნეტთან მაქსიმალური კავშირი, იმიტომ რომ აქედანაც შეიძლება მიიღოთ მშვენი ინფორმაცია, მეგობრული ურთიერთობა უმჯობესდება და აქ მეგობრული თანადგომაც იქნება დროული და ძალიან მშვენი. ერთ სიტყვით, მთლიანობაში პერიოდი თქვენთვის ძალიან კარგია. ნოვატორული, სიახლეებით ახსოვსებთ და რეფორმატორული სულისკვეთების არის. მაგრამ აი მთავარი ასაც უნდა მიექცეს აქ ყურადღება, ზედმეტი უყაერათო ფულის ხარჯვა, ამ ტენდენციას მიაქცევთ ყურადღება, ასევე თქვენს კარგი იქნება თუ ცოტა ენასკბილს დააჭერთ, საიდუმლოს დაიცავთ, მაგრამ თუ დაეყრდნობით ინტუიციის მეშვეობით უბრალოდ სწორად ჩანს გააკეთებთ. რაც შეეხება უკვე ქალწული ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, მოვიტაუნიშოთ, რომ აქ ეს პერიოდი კარგია პარტნიორული თანამშრომლობისთვის. აი კოლექტიური ნებისმიერი ძალისხმევა საკმაოდ კარგად წარიმართება. თუმცა თქვენი წარმატებები ყველას არ მოეწონება, ვინც თქვენს ირგვლივ არის. და ამიტომ ასე ვთქვათ, არაკეთილ სურველები აქ ცოტა გააქტიურდებიან თქვენს საწინააღმდეგოდ, მათ შორის ჭორების, ინტრიგების
მეშვეობით ესნი ელოდებიან ნებისმიერ თქვენ შეცდომას და შეიძლება ეს შეცდომები საკმაოდ აქტიურად გამოიყენონ თქვენ საწინააღმდეგოდ. აი ამ თვალსაზრისით იყავით ყურადღებით რა ხდება თქვენ ზურს უკან. აი ეს ყველაფერი მაქსიმალურად აკონტროლეთ, რათა აქ ასე ვთქვათ მოშორნეებმა არ იჩინონ თავი, მაგრამ თქვენი შოუპოვრობა, შრომისწინარეობა, ნებისყოფა, პასუხისმგებლობის მაღალი გზნობა გაძლევთ იმის საშუალებას, რომ პროფესიონალურადაც გავითარდეთ, შემოქმედებით ინჭუნარი გამოავლოთ, ახალ პროექტებში ჩაერთოთ, თუმცა აი 10 რიცხვიდან აი ეს ნეგატიური ტენდენციები ითხოვენ მაინც ცოტა მეტ ყურადღებას და ენერგოტონუსი. ჯანმრთელობა ჯერ კიდევ არ გაქვთ სათანადო, ამიტომ ცოტა მეტად ამ ნიშანს უნდა გამოძინება და არ გადაღლა. აი ესეც გაითვალისწინეთ. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, კავშირადინებები ამ პერიოდისა ну, მოდი ასე ვთქვათ, უკავშირდება პარტნიორულ ურთიერთობებს, იმიტომ რომ ზოგიერთი პარტნიორი იქნება ძალიან პრეტენზიული თქვენს მიმართ, გარკვეულ ჩარჩოებშიც კი მოგაქცევთ. ამიტომ ამან შეიძლება გარკვეული შინაგანი ისეთი კონფლიქტი გამოიწვიოს, რაც მერე ღია ფორმაში გადავა თქვენი მხრიდან პროტესტისა, აი პარტნიორის მოქმედების მიმართ. და აქედან გამომდინარე, აი ნაკლებად თავისუფლად გზნობ თავს. აი ეს არის მთავარი ხარვეზი ამ პერიოდისაც კავშირადინება და ეცადეთ ამის გამო ხა რაღაც პარტნიორულ კონფლიქტები არ გააჩაღოთ და ამ მხრივ არ გაიფუჭოთ სხვა მხრივ საკმაოდ კარგი პერიოდი, იმიტომ რომ სხვა მხრივ რა იგულისხმება ენერგოტონუსი, მაღალია ჯანმრთელობა, მდგრადია შესაძლებლობები, გააქვთ საკმაოდ კარგი ყველა დონეზე, მათ შორის შვენიერი პერიოდია უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის. უცხოელების ასათვისებოდ, უცხოელებთან აქტიური ურთიერთობა, გინდათ მივლინების სახით, გინდათ უბრალოდ მოგზაურობის სახით, გინდათ უცხოეთში სწავლის კუთხით იქნება ძალიან პერსპექტიული, ძალიან წარმატებული. შეიძლება უცხოელებთან საინტერესო პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს ერთობლივი, რაც მათ შორის ფინანსურ დივიდენდებსაც შემოიტანს. ამიტომ აქ მოგზაურობა, უცხოელებთან კონტაქტები იქნება ფრიად ნაყოფიერი, თქვენში მატლობს ოპტიმიზმი. ოპტიმიზმზე დაყრდნობით, გაცილებით მეც მიაღწევ და თქვენი გონებამახვილობა და კომუნიკაბილურობა კიდევ მოგცემს ძალიან საინტერესო ადამიანების გაცნობის და შეიძლება მათთან შემდგომ პარტნიორული თანამშრომლობის შესაძლებლობასაც. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ენერგოტონუსი ცოტა დაბალია, ჯანმრთელობა ისეთ მდგრადი არ არის, ამიტომ ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი. თუ დაასვენებ საკუთარ თავს, თქვენი მოქმედება პროდუქტიული იქნება უდავოდ. თუ არა და მაშინ შეცდომები ძალიან ადვილად გამოვლინდებიან და განსაკუთრებული მიდრეკილება უჩნდება მორიელს ამ პერიოდში სხვადასხვა ცხოვრებისეული სიამოვნებისადმი, აი რაღაც გინდა საფრის დაბეჭდილებები მიიღოთ, რის გამოც შეიძლება ასევე წინასწარ განუსაზღვრელ ურთიერთობებში, პარტნიორულ ურთიერთობებში შეხვიდეთ. ან დაუშვათ ამ ურთიერთობებთან ერთად ისეთი დაბეჭდილებები მიიღოთ, რომელიც მერე შეიძლება დაუშვათ გახდეს გარკვეული პრობლემების მომტანიც კი. ყოველ შემთხვევაში მოითხოვოთ, რომ ამ ნეგატიურ ტენდენციებს ყურადღება ფრიად სიფრთხილე ინტიმურ კონტაქტებთან, არ შეიძლება ისეთი ახალი ინტიმური პარტნიორი გამოჩნდეს 10 რიცხვიდან, რომელიც ჯერ მოხიბლავ და მერე შეიძლება სერიოზული პრობლემები და უსიამოვნებები მოგიტანოთ, ამ ხრივაც იყოთ ყურადღებით, ენას გველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ზედმეც ნულაპარაკებთ, რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ, რა შინაგანი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაქვთ და რა გაჭირვება გაქვთ, ამაზე არავინ არაფერ, ეს თქვენი ნოუ-ჰაუა. მაშინ ამ კვირას გაცილებით უფრო მშვიდად და სტაბილურად გაევლით, ინტუიციაზე დაყრდნობით კი გაცილებით უფრო სწორ არჩევანსაც გააკეთებთ. შვილდოსთან, რაც შეეხება შვილდოს ნებო, ესე იგი 10 რიცხვიდან 17 ივნისის ჩათვლით. აქ შეიძლება არაკეთილმოსურნე ადამიანებს შეეჯახოთ და იგრძნოთ, რომ ისინი ფარულად მოქმედებენ თქვენს საწინააღმდეგოდ. და მოდით ავუშვათ, რომ ესეც მათი ჭორები, ინტრიგები, აი ეს ცოტა ითხოვს ყურადღებას თქვენი მხრიდან და აკონტროლოთ რა ხდება ზურს უკან, რომ მაინც რაღაც მათი მოქმედება მანევრი არ გაექცეს თქვენს ყურადღებას და მერე საზიანო არ გახდეს თქვენთვის. თუ ამას იზობთ, სხვა მხრივ პერიოდი ძალიან კარგი, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ნამდვილი ლიდერი და ხელმძღვანელია და კარგი შემოქმედია. შემოქმედებითი ინჭის და უნარის გამოსავლად შემოქმედებითი მუშაობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო და ნაყოფიერი პერიოდია. ამასთან ერთად კარგი პერიოდია რომანტიკული ურთიერთობებისთვის, შეიძლება არსებული სასქესო კონტაქტები უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ, ახალ ურთიერთობებში ჩაერთოთ, შეიძლება ბიზნეს საქმიანი საინტერესო კონტაქტები ჩამოყალიბდეს და ერთობლივ ესეთ ბიზნეს საქმიანობას მეტად ნაყოფიერი იყოს, მათ შორის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხითაც.
რაც შეეხება თხის გაზს, თხის ქებო უპირველეს სკოლის პერიოდი 10-დან 17 რიცხვის ჩათვლით. ითხოვს ყურადღებას ფინანსების მიმართ. აქ შეიძლება ზედმეტად და წინასწარ განუსაზღვრელი ფინანსური ხარჯვის წინაშე აღმოჩნდეთ. ამიტომ მოდით ესე ვთქვა, ზედმეტ ხარჯს 10 რიცხვიდან 17-მდე სულ ერთიას ბიზნეს ხარჯია თუ საყოფაცხოვრება რა გნიშნავს, მაგრამ ზედმეტ ხარჯს თავი ავარიდოთ. არავით არის ზედმეტი კაპიტალ დაბანდებები და სარისკო ინვესტიციები. ეს ყოველი იქნება დანაკარგის მომტანი. თქვენი მოტყუების თელობა მატლობს. აი მხრივ, ამიტომ გადამოწმეთ ნებისმიერ ინფორმაციას და ფრთხილად იყავით ცოტა ესეც საეჭვო ადამიანებთან. პარტნიორული ურთიერთობა იძაბება და შეცდომები, რომელიც შეიძლება თქვენ დაუშვათ ამ პერიოდში, შეიძლება გახდეს სწორედ პარტნიორებთან გარკვეული დაჯახების, გაუგებრობების ფაქტორი, რის შედეგად თქვენი, ასე ვთქვათ, კრიტერიუმი საკუთარი თავისა რადიკალურად შემცირდება. ან თვითშეფასების ფაქტორი უდავოდ შემცირდება, რაც ნეგატიურად აისახება ასე თქვენზე. განსაკუთრებული ყურადღება უკვე ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კუჭ-ნაზლავის ზონა, ხერხემალი, ზლოვანი სისტემა, სახსრებით ყურადღებას და ეცეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სტაბილური ურთიერთობები, როგორც კოლეგებთან, ასევე ხელმძღვანელებთან. ამაზე ბევრად იქნება დამოკიდებული თქვენი კარიერული სტაბილურობაც. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნე დაავადებლებს, უკვე 10-დან 17 ივნისის ჩათვლით ცოტა მეტი ყურადღება გმართებთ აქაც ფინანსების მიმართ, იმიტომ რომ შეიძლება შეცდომები დაუშვათ, არ მარტო ფულის ხარჯვის კუთხით, არამედ სხვა მხრივ საბუღალტრო საქმიანობის კუთხითაც კი, ან აბსოლუტურად ის არ შეიძინოთ, რაც გსურთ, რაც უბრალოდ მერე მოგცემთ გარკვეულ დივიდენდებს ან სიამოვნებას და ასე შემდგომ. ანუ რაღაცა შეიძენ და მერე აღმოჩნდება, რომ ის არ არივარგებს, ან არ იმუშავებს, ან ის არ არის, რაც თქვენ გინდოდა და ასე შემდგომ ეს გულაცრუებას გამოიწვევს და არავით არის კაპიტალ დაბანდებები 10 რიცხვიდან 17-ის ჩათვლით. ამასთან ერთად ახლობლებთან ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს, განსაკუთრებით სასკოლო პარტნიორებს გულისხმობ და ეს მათთან დაძაბულობა ურთიერთობისა გამოიწვევს თქვენში რასაკვირველია ნეურულ აღზნებადობას და ასევე განცდებს. რაც სულაც არ ექნება კარგი. თუ ამ ტენდენციებს გვერდს აუვლით, მაშინ სხვა კუთხით პერიოდი უდავოდ კარგია, თორე თქვენ გეძლევათ საშუალება, რომ აქ იყოთ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ინტუიციაზე დაყრდნობითი მოქმედოთ, კარგი დიპლომატიური მონაცემები გამოავლინოთ. აქ მაგალითად, რაც უფრო მეტად კარგი ურთიერთობა გექნებათ სასკოლო პარტნიორებთან, შვილებთან, ეს ერთიორად გაზრდის თქვენი წარმატების ფაქტორს და ამასთან ერთად სხვათა შორის კარგი პერიოდია მთლიანობაში რომანტიკული კავშირებისათვის და ამავდროულად კონკურსებში, ლოტარეებში მონაწილეობის მისაღებად. ამიტომ შანსები წარმატების არის, ოღონდ ის წყალშედინებები აუცილებლად გავითვალისწინოთ და არსებულ პარტნიორ ურთიერთობებში რაღაც ნეგატივი არ შევიტანოთ. აი ამას მიაქცეთ ყურადღება. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს 10-დან 17 ივნისის ჩათვლით, აქაც შეიძლება ფინანსური სირთულეები წარმოექმნას თქვენ ცხოვრებაში, თორე ძალიან არაპრაგმატულად აზროვნებთ, მოქმედებთ და ხარჯავთ ფულს. ამავდროულად ძალიან მიმნობი ხართ, რასაც კარგად გამოიყენებენ მათ შორის ფინანსური კუთხითაც კი თქვენი მეგობრები და ნაცნობები და ამ ხრივაც ეს იქნება ფინანსური ზარალის ერთ-ერთი ფაქტორი, ამიტომ ესე ადვილად მათ ნუანდობთ. მათ შორის თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებსაც. საყოფაცხოვრო პრობლემა შეიძლება იჩინონ თავი, გაფუძნდეს სანტექნიკა, ელექტროტექნიკა, რაღაც ამდაგვარი და ამაზე შეიძლება წავიდეს კიდე დამატებითი თანხები, თქვენი დრო, ენერგია და ასე შემდგომ აუცილებლობას ეს არ წარმოადგენს, მაგრამ ტენდენცია ამისი არის და უყოთ ყურადღებით. არავით არ მემკვიდრებით საკითხები ამ პერიოდში არ გადაწყვიტოთ და ეცადეთ რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან, იმიტომ რომ მათთან ურთიერთობების დაძაბვა თქვენი სერიოზული წარმატებების ფაქტორია. თუ ამას იმასაც დავუმატებთ, რომ თქვენი ერგოტონუსი, იმუნიტეტი დაბალია, აქედან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ უკვე გაცილებით მეტად რთულდება, აქედან გამომდინარე ასე ვთქვათ, აქტიური მოქმედება და ამიტომ დრო დაასვენეთ საკუთარი თავი, რომ ორგანიზმის კარგ გამარებაში იყოს და თქვენც უფრო აქტიურად და ლაღად მოქმედებთ. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანი, მათი ასტროპროგნოზი 8-14 ივნისის შუალედს ეხება ეს ყოველივე და ახლა მოდით ნახოთ ცალკეული დღეები ამ პერიოდისა, როგორია, რას გვიქადიან. აი, მაგალითად, ხვალინდელი დღე. ეს არის 8 ივნისი, ორშაბათი დღე. ხვალ ჩვენ გვაქვს დღე გეომაგნიტური და სხვა შორის სამშაბათიც გეომაგნიტურია. შესაბამისად, ასე თუ ისე მაინც აქტიური მზის პერიოდია და ეხლა მეორე ხიფათი მოდის, რომ თავარია ისე არ დაცხეს, რომ მე ეს თქვა არ შეიძლებოდეს, იმიტომ რომ ჯერ ველოდებოდით გაზაფხულ და ვერ დადგა ვერაფერი და ეხლა ხო იცით როგორ ხდება. ეხლა შეიძლება ისეთ სიცხეები იყოს, რომ მე მოსანატრებელი იყოს ცოტა სიგრილე. ამიტომ გეომაგნიტურ დღეს მიაქცევთ ყურადღება. მზეზე მაინც ამოფრქვევების პერიოდია და ამ კვირაში მით უმეტეს
თვალსაცემი იქნება ეს და შემდეგ კვირა ასეთი მზეზე აფეთქებების და გეომანტიის დაძაბვის კუთხით საკმაოდ ესეთი დაძაბულია და 10-დან მათ შორის პერიოდში მე ჩავთვლით ასე ვითხოვს ყურადღებას, მაგრამ ჯერ ვნახოთ 8-9. ეს ორი დღე გეომაგნიტური. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ დღეებში აქ ხდება ზეწოლა აი ამ მზეზე ამოფრქვევისა, მზის ასე ვთქვათ ქარიშხლებისა ადამიანის გულსიზარღვან სისტემაზე, ნერვულ სისტემაზე. ამიტომ აქ თუ რაღაც იგრძენით დისკომფორტი, თავის ტკივილი, უგონებობა და შემდგომ აუცილებლად წნევას მიაქციეთ ყურადღება და შემდგომ სასათანადო პროფილაქტიკა. გინდათ ყავი თუ დაბალია წნევა და თუ მაღალია რასკვლელი იცით თქვენ წამლებით. და მოიყვანთ წესრიგში ორგანიზმი და ამ ორ დღეს უფრო სტაბილურად გაევლეთ. ეხლა რადგან ჩვენ 8-ზე ვსაუბრობთ, პირველში ორშაბათზე აქ გადაუდებელ საქმეებზე გადაიტანეთ თქვენი ძირითადი ყურადღება. ნუ აყვევით პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა აქ მაინც არის. სამყარო ორშაბათს შეამოწმებს თქვენი ურთიერთობების სიმტკიცეს სხვა ადამიანებთან. ამიტომ თუ რაღაც ურთიერთობა დაიშალა, ესე იგი ის არ იყო მტკიცე. და ცოტა მოიმატებს შურის ალბათობა ზოგიერთ ადამიანში. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ტერფების ზონა, მხედველობა, ნერვული და ლიმფური სისტემები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი და მაქსიმალურად მოერიდოთ ორშაბათს ნარკოტიკულ ნაერთებს, ფსიქოტროპულ პრეპარატებს, ალკოჰოლურ სასმელებს და საიდუმლო მოქმედებებს, საქმეებსა და საიდუმლო ურთიერთობებს, სასქვალო ურთიერთობები გულისხმობთ, რომ ძალიან ადვილად შეიძლება გაიხსნას საიდუმლო და მერე გახდეს უსიამოვნებების მიზეზი. ყველას კარგი ორშაბათი კუროს, კერჩხების, თხისკას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე 9 რიცხვს ივნისისა, იცით რომ ეს გეომაგნიტური დღეა და მას ასევე ჭირდება ყურადღება. აქ გვაქვს ასევე ჩვენ მიმართულება დაკარგული, ანუ უკურსო მთვარის პერიოდი. დილის 9 საათიდან 40 წუთიდან დღის 12 საათამდე 35 წუთამდე გასტანსიგი. აქ რა ხდება? ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანებში. ესე იგი, რა უნდა ვქნან? მათ შორის ძღოლებმა და ქვეით ატმოსფერულებმა ამ პერიოდში ორმაგი ყურადღება გამოუვლინა. რათა უყურადღებობის ნიადაგზე არასასურველი ტრავმების და ავარიების წინაშე არ აღმოჩნდეთ. თავი შეიკავეთ სამშაბათს რთული და ხანგრძლივი მოგზაურობისაგან. ყურადღება გმართებთ განსაკუთრებული გზაში. აკონტროლეთ უახლოესი, ესე იგი 2 დღის განმავლობაში სამშაბათს და 4 შაბათს ემოციები. ნუ მიიღებთ აღზნებს საშუალებებს, ალკოჰოლურ სასმელებს, ნარკოტიკულ ნაერთებს და ასევე აქ შესაძლებელია განწყობის ცვალებადება სირთულეები ურთიერთობებში. თუმცა ამასთან ერთად საიდუმლო საქმეებს აქაც ცოტა ფრთხილად მიუდგეთ. თორე საიდუმლო აქ შეიძლება ადვილად გამოაშკარავდეს და მოვერიდოთ წესების დარღვევას. დაჯერებების ტენდენცია სამშაბათს იქნება მაღალი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ტერფების ზონა, თავი, გზნობათა ორგანოები, მათ შორის ცხვირი ზონა. ოპერაციების ჩატარება მათთან მიმართებაში სამშაბათს არ იქნება სასურველი. ყველას კარგია ეს დღე ვერძის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშანთათვის. და რაც შეეხება უკვე 4 შაბათზე გადავედით ჩვენ 4 შაბათი ეს უკვე 10 რიცხვია ივნისისა და პირველ რიგში ამ დღის მოვლენები კარმულ ვალდებულებებთან იქნებიან დაკავშირებული. ამიტომ თუ რაღაც კარმული ვალი გაქვთ, დავალიანება და ამასთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა, მშვიდად მიიღეთ და ეცადეთ გამოასწოროთ. და არა ამის გამო პრობლემების შექმნათ, გაბოროტდეთ და კიდევ უარესი რაღაცეები გააკეთოთ. მოდი ეს ვქოთ. თუმცა ამის აუცილებლობა არ არის, მაინც რაღაც ესეთი უნდა მოხდეს, მაგრამ თუ მოხდა მზად იყავით, თუმცა ჩვენ სარგებლოდ პრინციპით ვის გაფრთხილებულია შეარაღებული და როცა ადამიანი მზად არის ამ დაგვარი მოვლენების უფრო მშვიდად იღებს ამას და მშვიდად აგვარებს. რაც ყველასთვის იქნება, მათ შორის თქვენთვის კარგი. აკონტროლეთ ხასიათში მეტად 4 შაბათს ემოცია, მომატებული აგრესია, მოუთმენლობა, ეგოიზმი, კამათისადმი ზედმეტი მიდრეკილება, შესაძლებელია ქრონიკული დაავადებების გამწვავების წინაშე აღმოჩნდეს ზოგიერთ თქვენთაგანი. პარტნიორ ურთიერთობებში ნუ გამოავლენ ზედმეტ სიჯულტეს, ძალაუფლებისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებას, ურთიერთობებში, ასე ვთქვათ, სხვათა თავისუფლების შეზღუდვას. სამაგიეროდ ეფექტურია მაგალითად 4 შაბათს ყელის ენდოკრინული სისტემის თირკმელების კურნალობა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება თავის სიზარღვანი სისტემა, გზნობათა ორგანოები. ოპერაციების ჩატარება მათთან მიმართებაში 4 შაბათს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე 4 შაბათი ლომის და სასწორის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება ახლა უკვე 5 შაბათს 11 რიცხვია ივნისის 5 შაბათი და აქ ჩვენ გვაქვს ასევე მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი დღის 12 საათიდან 23 წუთიდან დღის 16 საათამდე 30 წუთამდე გასტანსიგი და რა ხდება ამ დროს? დუნდება ყურადღება ადამიანებში
შეიძლება გახდეს რისი მიზეზი არასასრული ტრაუმის დაავადების. ესე იგი მძღოლებს, გვერდად მოსაუბრებს ამ პერიოდში ჭირდებათ ორმაგი ყურადღება. ზედმეტს ხუთშაბათს ნუ ილაპარაკებთ, საიდუმლოსაც ნუ გათქვავთ. ქონების გაყიდვის პროცესი კი ცოტა გართულდება. შესაძლებელია ძველი პრობლემების ახლებურად გადაწყვეტა. მოიმატებს ადამიანებში სიცოცხლის უნარიანობა. აი აქ მოდით ავუშვოთ, რა უფრო კარგია, მაგალითად, მანქანის ყიდვა, გაყიდვა, ტექნიკის შეძენა, პარტიულ ურთიერთობებში ნუ იკამოთებ და ნუ იქნებით ზედმეტად მესაკუთრე. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ხუთშაბათს უკვე თავი, გზნობათა ორგანოები, ყელი, ენდოკრინული სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ხუთშაბათს არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ხუთშაბათი დღე მშვილდოსნებისთვის და მერწყულებისთვის, რომელსაც აქტიური ძალისხმევა მართებთ ამ დღის მოვლენებთან დაკავშირებით. პარასკევის დღეზე შევჩერდით, ანუ 12 ივნისი. როგორ იქნება? პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ გეომაგიტურია და იცით თქვენ ეს რას ნიშნავს? გეომაგიტურია ნიშნავს, რომ ამ დროს შესაძლებელი ახლა გამომდინარე მზის ქარიშხლები და რომელიც ახლა მოსაოდნელი განსაკუთრებით შეიძლება ზოგიერთ წნევა მოუწიოს ან დაუწიოს, ამის შედეგად დისკომფორტი იგრძნოს, თავის ტკივილი და შემდგომ თუ ესეთი სიმპტომები იქნა აუცილებლად გადაამოწმეთ წნევა და უწყებობის შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი იცით თქვენ უკვე წამლების პროფილაქტიკა ან ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი. ეხლა რაც შეეხება უკვე სხვა მოვლენებს, კორპორატიული ფული და საერთო ქონება პარასკევს 12-ში გამოიწვევს მეტ კამათს და დაპირისპირებას. თუმცა პარასკევს და შაბათს მეტად გააქტიურდებიან კუროს, სასწორის, თხისკას, ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულები. რო თქვენ ენერგია მოემატებათ, აქტიურად მოქმედების უნარი. პარასკევი კარგია კონტაქტებისა და ახალი ნაცნობობისთვის, ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად, მაგრამ ამავდროულად არ აყვეთ პროვოკაციებს, რადგან კონფლიქტების ალბათობა მაღალია. მშრალი ფაერი პარასკევისა პრობლემებს შეუქმნის ყელის არეს. ადამიანსაც აწუხებს ყელი, ამ ხრივ ყურადღებით და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი, სწორი ნაწლავი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა პარასკევს არ ექნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე თხისკას და თევზების ზოდიაქოს ნიშანდათვის. რაც შეეხება უკვე 13 ივნისს, ეს არის შაბათი დღე, აქ მიმართულება და გარკვეული მთვარე, ანუ კურსო მთვარე ითხოვს ყურადღებას დღის 11 საათიდან 31 წუთიდან 17 საათამდე 8 წუთამდე გასტანს იგი. აი ამ დროს ზედმეტად უნდება ყურადღება, რაც ითხოვს ამ დროს განსაკუთრებულ ყურადღებას მძღოლების თქვენითად მოსაუბრლებისგან, რათა რაიმე სახის ტრავმულ-აღრუვილმა ტენდენციებმა გარეჩინონ თავი. და მოდი ავუშვოთ, რომ 13 რიცხვიდან ივნისიდან 9 ივლისამდე, მოით ასე თქვა, 9 ივლისამდე, ხო, ესე იგი, ეს პერიოდი გვაქვს ესეთი თითქმის ერთთვიანი. რა ხდება აქ, როგორც აღვნიშნეთ თავიდან, სიყვარულის, ხელოვნების, სილამაზის მმართველი პლანეტა ვენერა სწორედ უკვე შაბათი დღიდან გადაინაცვლებს ლომის ზოდიაქოში. 9 ივლისამდე ვიმეორებ. და ამ ზეგავლენის შედეგად ამ პერიოდში იგი მეტად შევიტანს სასიყვარულო კონტაქტებში. თეატრალური და სამსახიობო უნარის გამოვლენის გარკვევას. გამოავლენს პარტნიორებს შორის აქტიურობას, მეტკომუნიკაბელურობას, შვილებთან ურთიერთგაგებას, ამავდროულად გააღვიებს სიამოვნებისა და აზარტისადმი მიდრეკილებას, ცოტა მეტ პრეტენზიულობას, ეგოიზმს და სხვა შორის ფინანსური განვითარება და ფინანსური გამრავლების გამოჩვენების ტენდენცია ექნება მოსაოდნელი ისეთ სფეროებში, როგორც არის მაგალითად თეატრი, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, არქიტექტურა, სფერო, პარტნიორ კოსმეტიკური სილამაზის სალონებში, ასევე ტანსაცმლის ბიზნესში, სარესტორნო და გასართობი ინდუსტრია, კაზინო, რესტორნები, ატრაქციონები, პარკები, ლოტერეები, ბავშვთა გასართობი ცენტრებიც გაილაღებენ, სხვა შორის და აქაც ფინანსური შემოსავალი ერთიორად მოიმატებს, თუმცა მასმედია, ჟურნალისტიკაც აქაც მოსაოდნელია გარკვეული სასიკეთო ცვლილებები მოხდეს ამასთან დაკავშირებით. თუმცა სიყვარულისთვის რას უკვე ეს დღეები კარგია, მაგრამ სიყვარულს მე ცოტა ხანში დავბრუნდები. ეხლა შაბათს რაც შეეხება, მოდი ავუშვოთ ამ მოვლენის გარდა, მოტყუების თელობა ფინანსურ საკითხებში შაბათს იქნება მაღალი და ამის მიმართ იღავით ყურადღებით. კარგი აქვს მაგალითად შაბათს კულინარია, ავეჯის, თანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის შეძენა, თუმცა პარტნიორ ურთიერთობებში გარკვეული სურპრიზების ტენდენციაც მოიმატებს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი, ფილტვების ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში შაბათს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი.
დასასრული. Ყველას კარგია შაბათი დღე კუროს, კერჩხების, ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება ახლა კვირას, ასე არის უკვე 14 ივნისი, გეომაგნიტური დღეა. ამიტომაც აქაც თუ რაღაც დისკომფორტი იგზავნით, დავის კივილი უგონებად აუცილებლად წნევას მიაქციეთ ყურადღება და სათანადო პროფილაქტიკა. ჩაატარეთ გინდა ტყავით, გინდა წამლებით, რათა წნევა მოიყვანოთ წესრიგში და უკეთ იგრძნოთ თავი და კვირას ახალ საქმეს უნდა დაიწყეთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილ მანებს, ნუაყვებით პროვოკაციებს, აკონტროლეთ თქვენი ემოციები და ცოტა ხასიათ მერყეობა. ნუ იკონფლიქტებთ. მაღალია გაცივების ალბათობაც, ამიტომ ამ ხრივაც იღავით ცოტა ყურადღებით. კარგი აქვს ველი წესით დალაგება, წიგნების, კარათების, საბუთების მოწესრიგება, პარტნიორ ურთიერთობებში მაგალითად ახალი პარტნიორ ურთიერთობა, აი მშობლების გაცნობა. აი ესეც იქნება ძალიან კარგი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები. პოზიტიურია შემდეგი კვირა ვერძის, ტყუპების, ლომის და სასწორის ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეს შემდეგი კვირის პერიოდები, თუმცა მე აქ დავიტოვე ყველაზე ალბათ სასიამოვნო ფაქტორი, რომელიც ეხება ხვალინდელ, ზეგინდელ და მაზეგინდელ დღეებს 8, 9, 10 ივნისის დღეები იგულისხმება. ცის კაბადონზე შემოკარგება აქ ხდება მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც ჩვენ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ. უკანა ბოლო დროს ეს მოვლენა იყო აგვისტოში 2025 წლისა და გაიხსენეთ, აბა რა ხდებოდა თუ გაიხსენებთ აგვისტოში 2025 წლისა, აი მოსაუდნელი ამდაგვარი ცვლილებები და ამდაგვარი ტენდენციები ისევ გამეორდეს და კონკრეტულად რა იგულისხმება. ვენერა ეს არის მცირე ასე ვთქვათ, ბედნიერების სიმბოლო ასტროლოგიაში, ხოლო დიდი ბედნიერების სიმბოლო არის იუპიტერი, გამარჯვების მმართველი პლანეტა. აი ვენერა და იუპიტერი სწორედ ერთმანეთს ხვდებიან ხვალ, ზეგ და მაზეგ, კერჩხების ზოდიაქოს ნიშანში. ეს მოვლენა, მოდი ვთქვათ, ხშირად არ ხვდება, ამიტომ საყურადღებოა, როცა ორი ესეთი ბედნიერების პლანეტა ერთმანეთთან ხვდება, ეს ამნიშნული ამიტომ ეს დღეები არ გაუშვათ ხელიდან, რატომ? იმიტომ რომ რისთვის არის კარგი? ნუ ჯერ ერთი მაგალითად საოჯახო საათასო კონტაქტებისთვის. აქ შეიძლება ურთიერთპატივისცემა აღანიშნოს თავი, ურთიერთგაგება და ასევე ერთად ურთიერთდახმარების ტენდენცია. მოაწყვეთ აქ რაღაცა ღონისძიებები, საოჯახო ღონისძიებები, სანათლო შეხვედრები და შემდგომ არანახული შთაბეჭდილებებით იქნებით ახსნილი ყველა და ძალიან შეადუღაბებს ამ ურთიერთობებს გაიხსნეთ წასული წინაპრები. სანთელი დაუნთეთ, პატივი მიაგეთ მათ, მადლობა გადაუხადეთ რა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს შესაძლებელია რომ თქვენ გააძლიეროთ საგვარეულო თქვენი კარმა. საგვარეულო ბედღბალი, მათ შორის აი წინაპრებთან ასეთი კონტაქტის შედეგად, თუნდაც მათი პატივისცემის კუთხით, სანთლის ანთების კუთხითაც კი. ამასთან ერთად წარმატების ფაქტორი ყველაზე მაღალი გვაქვს სამშობლოში. ეს სამი დღე ეცადეთ მაინც სამშობლოში იყოთ, იმიტომ რომ აქ არის შანსი წარმატებისა და ყველა დონეზე. შეიძლება ახალი სასკოლო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, ან ძველი ურთიერთობა აბსოლუტურად ახლებურად და უფრო საინტერესოდ წარიმართოს. მათ შორის ერთობლივი მაგალითად მგზავრობა, მოგზაურობა უცხოეთში ძალიან შეადუღებებს თქვენს ურთიერთობებს და უფრო მეტად წარმატებულს გახდის. ამავდროულად არის გამორიცხული სასკოლო პარტნიორი შეიძლება აკუცებ იპოვოთ უცხოეთში მგზავრობა, მგზავრობის დროს. ან შეიძლება იყოს დავუშვათ სამშობლოს წარმომადგენელი, ოღონდ უცხოეთში სწავლობს ან მუშაობს და ამდაგვარი რამ. ასე ტენდენციების მოსალოდნელი ამის გარდა ოპტიმიზმი მიმართულს, რაც წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია განწყობის თეორიის და მიხედვით უზნაძისა და ამავდროულად გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან კარგი ფინანსური პერიოდი. ეს სამი დღე ფინანსური დივიდენდები შეიძლება მიიღოთ ბიზნეს ფინანსურ საქმეებში აქტიურად ჩაერთოთ, ფულთან დაკავშირებული დაუშვათ საქმეები, ასევე შეიძლება ძალიან კარგად წარიმართოს, ან ზოგიერთი აღმოჩნდეს პრემიების, ბონუსების, მატერიალურ დივიდენდების წინაშეც კი. ამიტომ როგორც ფინანსური, ასევე პირადი სასკოლო ურთიერთობების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდებია. და ამასთან ერთად მოდით აღნიშნოთ, რომ აი ესე დროს, აი რაღაცა ქონდათ დაგეგმილი რაღაც იდეა, პროექტი, რაღაც ხელშეკრულება გინდოდათ, რაღაც მოლაპარაკება, აი ამ დღეებში. გააფორმეთ ეს ყველაფერი, აი ეს დღეები გამოიყენეთ, იმიტომ რომ ეს სამი დღე 8, 9, 10 ივნისის დღეები ყოველხრივ გინდათ მოგზაურობა, მგზავრობა, უცხოეთთან კონტაქტი, გინდათ აქ ბიზნეს საქმიანობა, გინდათ პირადი ურთიერთობა, გინდათ რაღაც ფინანსური მდგომარეობის გამოჩებესება და ასეთ პროექტებში ჩართვა, გინდათ შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, შემოქმედებითი მუშაობისთვის, ხელოვნების ფართო სპექტრისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ტურიზმი არნახულად განვითარდება ამ პერიოდში და ტურისტული კომპანიებიც საგრძნობად გაილაღებენ. ერთ სიტყვით, ძალიან მნიშვნელოვანი და მეტად სასიკეთო დღეებია ეს სამი დღე, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ გამოიყენოთ. თუმცა 10-დან უკვე ცოტა პრობლემური ტენდენციები იწყება, მაგრამ მაინც ეს დღე შეგიძლიათ კიდევ გამოიყენოთ სასიკეთოდ. ეხლა
მოდი აუნიშნოთ უკვე სხვა მოვლენები ამ კვირისა, რომელიც ითხოვენ ასევე ყურადღებას, ვისაც აქვს ურთიერთობა ფინანსებთან, ბიზნეს სფეროშია ჩართული. მოდით აუნიშნოთ, რომ აი ეს პერიოდი 8-14 ივნისის აქ ჯობია რომ პატარა პაუზა აიღოთ, მოდი ასე ვთქვა, ტაიმ-აუტი. ჯობია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, რათა მსხვილი საყიდლების ამ მსხვილი ფინანსური ხარჯის წინაშე არ აღმოჩნდეთ, რომის ალბათობა მაღალია, განსაკუთრებით 10 რიცხვიდან. თუ მაინდა-მაინც რაღაცა მნიშვნელოვანია, მაშინ ისევ ჯობია ისევ საწყისი 2 დღე გამოვიყენოთ ამისთვის. ვისაც მგზავრობა აქ დაუშვათ დაგეგმილი და შეგუმ 8-9 ივნისი. კარგია მგზავრობისათვის ადმით უმეტეს მეორე ახლობლებთან ნაცსავების მონახულების კუთხითაც კარგია. აი მაგათ საოჯახო გასვლა სადმე ბუნებაში თუნდაც ან სანათესაოდ იქნება ძალიან კარგი. და აუნიშნოთ ისიც რომ აქ საოცარ შთაბეჭდილებებს მიიღებთ, რაც იქნება ასევე კარგი, მაგრამ ექსტრემალურ ტურიზმს თავად დავანებოთ, განსაკუთრებით აი მთიან რეგიონებში, მთიან ზონებში. ამ ხრივ ეს არ არის ეს დღეები კარგი. 10-დან 14 ივნისის ჩათვლით აქ უკვე სიმშვიდე იკარგება გზებზე, ამიტომ ცოტა ყურადღებით რისკი სხვადასხვა სახის წინააღმდეგობისა გზაში პრობლემებისა, წინასწარ განსაზღვრული სიტუაციებისა ერთიორად მოიმატებს. ამიტომ თუ არ შეიძლება რომ აქ არ ვიმოგზაუროთ, იქნება უკეთესი და თუ აუცილებლობა ორმაგი ყურადღებით სხვანაირად აქ შეიძლება პრობლემები დაიბეოთ. რაც შეეხება სასწავლო პარტნიორ ურთიერთობებს, კვირა, მოდი ასე ვთქვათ, ითხოვს ყურადღებას რის მიმართ, ეჭვიანობის მიმართ. აი ეს იზრდება აქ. ეჭვიანობამ კი შეიძლება შექმნას ზოგჯერ პრობლემები და უსიამოვნებები. ნუ ეს პირველი 3 დღე კიდევ კარგია, ორშაბათ, სამშაბათ, ორშაბათ, მაგრამ ხუთშაბათიდან ეჭვიანობა კიდევ მეტად მოიმატებს. რამაც შეიძლება ცოტა ზოგიერთ შემთხვევაში კრიზისული სიტუაციები შექმნას. და ამ ხრივ იყო ცოტა თხილა და ყურადღებით. ეხლა ვისაც განზრახული დაუშვათ თმების შეჭრა. აი მათ საყურადღებოდ მინდა აღვნიშნო, რომელი დღეებია კარგი. ჩვენ გვაქვს ესეთი რეალურად 2 დღე. პირველი 8 ივნისი, ორშაბათი დღე და მეორე 12 ივნისის დღე, ეს არის პარასკევი. აი ეს 2 დღე გამოვიყენეთ თმების შესაჭრელად. რაც შეეხება ახლა მათ ვისაც აქ დაუშვათ აქ განზრახული უკვე რა, მაგალითად მკურნალობის დაწყება. კარგია თქვენთვის 8, 9, 13 ივნისის დღეები, არ ვარგა 10, 11 ივნისი. ვისაც მაინდა-მაინც აუცილებლად ჭირდება მოგზაურობა და ამ ხრივ აქ უფრო თავისუფალი გრაფიკი შეიძლება აერჩიოს იმ დღეებიდან გამომდინარე, რასაც მე ვიტყვი, მათ საყურადღებოდ ვიტყვი 8, 9, 13, 14 რიცხვები გამოიყენეთ და 10 რიცხვი ყველაზე რთულია ამ კვირაში. თუმცა იცით რომ აი უკვე 11 რიცხვიდან ცოტა რთულდება მოგზაურობა. ვისაც სამსახურის შეცვლა უნდა 11-13 ივნისის დღეები გამოიყენეთ, 10 რიცხვი არ ვარგა. ხელშეკრულებების დასადებად ყველაზე კარგი იქნება 8 და 12 ივნისის დღეები და არც ერთი დღე უარყოფითი, ასე ვთქვათ, არ არის. დარჩენილი დღეები ნეიტრალურია, ამიტომ ხრივად შეგიძლიათ ნებისმიერი დღე გამოიყენოთ. ქორწინებისათვის 12 რიცხვია ყველაზე კარგი, 10 არ ვარგა და დარჩენილი დღეები საშუალო, ამიტომ აქაც შეგიძლიათ ეს დღეები გამოიყენოთ. ბინის ყიდვა გაყიდვისთვის, ახალ ბინაში გადასვლისთვის ყველაზე კარგია 8 და 9 ივნისის დღეები და არ ვარგა 14 ივნისის, არა, უბრალოდ არც ერთი დღე არ ცუდი არ არის. ამიტომ ყველაზე კარგია, მოდი ასე ვთქვათ, ესე იგი ბინის ყიდვა გაყიდვისთვის, ახალ ბინაში გადასვლისთვის 8-9 ივნისის დღეები და ნებისმიერი სხვა დღეც თუ 8-ში, 9-ში ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომ უარყოფითი არც ერთი არ გვაქვს. სამშენებლობის დასაწყებად, სარემონტო სამუშაოებისთვის ყველაზე კარგია 10-11 ივნისის დღეები და არ ვარგა 14 ივნისი, ანუ კვირა დღე. მსხვილი საყიდლებისთვის ყველაზე კარგია 9-12-14 ივნისის დღეები და არ ვარგა 11 ივნისის დღე. სასამართლო პროცესებისთვის კარგია 9 და 12 ივნისის დღეები და არ ვარგა 10 ივნისი. ეს რაც შეეხებოდა, ასე ვთქვათ, აი მნიშვნელოვან კიდევ მოვლენებს. ეხლა ვისაც აქ დაუშვათ საფინანსო კალენდართან ურთიერთობა აქცევს ამას ყურადღებას და ვიცი რომ ბევრი აქცევს ყურადღებას, ანუ საფინანსო რიტუალები გულისხმობა, როცა ჩვენ შეგვიძლია გარკვეული მოქმედებებით მოვიზიდოთ ფინანსები ან განვიზიდოთ. თუმცა სანამ მათზე ვიტყვით, ჩვენ დაგვაიწყდა აქ უკვე ჩვენ ვიხილეთ სატელევიზიო რეკლამა, მაგრამ ფერ გვითხოვს, ასე ვთქვათ, ჩვენს ასტროლოგიურ რეკლამაზე, სადაც იცით თქვენ გამოსულია ჟურნალი ჰოროსკოპი, შენი ჰოროსკოპია ეს
და ასევე დიდი ჟურნალი ჰოროსკოპი არაგვერიოს ერთმანეთთან ორივე გაყიდვაშია. შენ ჰოროსკოპში აქ არის უზარმაზარი ინფორმაცია, ფაქტობრივად მთელი წლის ასტროლოგიური პროგნოზი გაქვთ ყველა ზოდიაქოს ნიშნებს, ანუ ეს არის წლის ჰოროსკოპი და კიდევ ბევრი სხვა მშვენი მოვლენები აქვს, მათ შორის ფინანსური რიტუალების, თვეების მიხედვით, კარგი ცუდი დღეები, ანგელოზის საათი და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი არის აქ აღნიშნული. ამის გარდა ჟურნალ ჰოროსკოპში ასევე თქვენ გაქვთ საზღვიური პოლიტიკური პროგნოზი თავისი გრაფიკული გამოსახვებით, ასევე აღნიშნულია შიგნით გეომანტია დედამიწისა რა მდგომარეობაშია რომელ თვეში და რას ნიშნავს ეს, რაზე გავლენა ახდენს თავისი ასევე გრაფიკული გამოსახვებით, ასევე შიგნით გაქვთ თქვენ ყოველდღიური ასტროპროგნოზი, რომელიც მთვარის პოზიციის მიხედვით და გათვალისწინებით კეთდება და რასაკვირველია, გაქვთ ასტროპროგნოზი 2026 წლისა, როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური ზოდიაქოს ნიშნებისა. აქვე თქვენ ნახავთ, რომ გაქვთ ასევე საინტერესო ასეთი სიურპრიზები, კალენდრები, ასეთი პატარა კალენდრებიც არის GB ეგრეთ წოდებული და ეს უკვე ერთ ზოდიაქოს ნიშანზეა გათვლილი წლის ბოლომდე. დადებითი უარყოფითი დღეები, ნეიტრალური დღეები, ახალი მთვარეობა, სავსე მთვარეობა, მათი მნიშვნელობები. აქვე გაქვთ თქვენ სამდიცნო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც აღნიშნულია კარგი და ცუდი დღეები ოპერაციებთან მიმართებაში და აქვე არის ასევე ბიზნეს სასკვალო კალენდარი, სადაც აღნიშნულია ასევე დადებითი უარყოფითი დღეები ამ მოვლენებთან დაკავშირებით და რაც თავარია საოჯახო, ასე ვთქვათ, კალენდარი, რომელიც 1998 წლიდან გამოდის. აქ აღნიშნულია 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის ერთობლივად არის ერთ ფურცელზე ეს ყველაფერი, დადებითი უარყოფითი დღეები, ახალმთვარეობა, სავსე მთვარეობა, მზის თვარის დაბნელებები, მათი მნიშვნელობები და ასე შემდგომ. ამ ინფორმაციით იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული და ეჭვი არ ვეპარება, რომ წარმატებულები. ეს ყველაფერი შეგიძლიათ შეიძინოთ ქვეყნის დიდ ქალაქებში, ძირითადად ჯიხურებში, პრესის ჯიხურებში, ხოლო ვისაც აქვს სურვილი, რომ სახლში მიტანით მიიღოს ეს ყველაფერი, მაშინ უნდა შეეხმიანოთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597 15 99 77. მეორე 597 15 99 77 და ამას ყველაფერს მიიღებთ სახლში. იქნებით ამ ხრივ იმედია, რომ კმაყოფილი მტვრაგ ძალიან დიდი ინფორმაცია, გამოცემაც ძალიან კარგია და ასე შემდგომ. ეხლა უკვე რაც შეეხება საფინანსო ჩვენს რიტუალებს. ამის მეშვეობით იცით თქვენ ამ მოქმედებებით რიტუალებით თქვენ შეგიძლიათ მოვიზიდოთ ფინანსური ეგრეგორი, გამჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა ამით ან პირიქით განზრდვა მოხდეს. და 8-ში მაგალითად ჩვენ ხვალ რა მიიზიდავს ამ ნებისმიერი ქველმოქმედება მოიზიდავს ფინანსებს თქვენდამი. მაგრამ მაგალითად ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება პირიქით შემდგომ განიზიდავს კიდევ უფრო დიდ თანხებს. 9 ივნის კარგია საფულის შეძენა და უშუალოდ კარგად მოფიქრებული კაპიტალდაბანდება, ვალის გასტუმრება, გარკვეული ასევე კარგად მოფიქრებული ინვესტიციები, კი ბატონო, ეს ფინანსურად მომგებიანი იქნება. 10 ივნის ოთხშაბათს აი აქ კარგია სწორედ ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, საიუველირო ნივთების შეძენა, მაგრამ არ ვარგა ვალების გასტუმრება. 11 ივნის აქაც საქველმოქმედო საქმიანობა სხვათა დახმარების გაწევა ფინანსური კუთხით შემდგომ იქნება თქვენთვის კარგი და არ ვარგა აქ საკუთარი ფულის გადათვლა და ინვესტიციების გაკეთება. 12 ივნის კარგია ვალის დაბრუნება, ნებისმიერი ქველმოქმედება, მაგრამ არ ვარგა კაპიტალდაბანდება და საათის შეძენა. 13 ივნის კარგია აქ საათის შეძენა, სარკის შეძენა, ინვესტიციების გაკეთება, უნდა კარგად მოფიქრებული უნდა იყოს იგი და საფულის შეძენა, მაგრამ სხვის საფულეში ნუ ჩაიხედავთ შემდეგ შაბათს, თორე თქვენი საფულიდან წავა ზედმეტი თანხა. 14 ივნის შემდეგ კვირას აქ ფულის ვალში გაცემა აღება, კრედიტის გაფორმება, კი ბატონო, აქ შეიძლება ვალუტის გაცვლა და ძვირფასეულობა ლომბარდში არ ჩადოთ შემდეგ კვირა დღეს. ეს რაც შეეხებოდა ჩვენს საფინანსო ასე ვთქვათ რიტუალებს. ეხლა რაც შეეხება უკვე ანგელოზის საათს, იცით ეს ის დრო, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ კონტაქტში ფარველ ანგელოზთან, თხოვოთ რა გინდათ რომ მოხდეს და თუ ეს თხოვნა ადეკვატური იქნება იმისა, თუ როგორ იქცევით, როგორ ცხოვრობთ, როგორ ასრულებთ თქვენს კარმულ მისიას, ანუ რამდენად დამსახურებული იქნება ეს თხოვნა, ამის და მიხედვით მას მიიღებთ ან ვერ მიიღებთ. 8-ში ხვალ 14 საათიდან 8 წუთიდან 14 საათამდე 55 წუთამდე შეგიძლიათ ასე ვთქვათ ილოცოთ და ფარველ ანგელოზს თხოვოთ. რაიმე 9-ში სამშაბათს 15 საათიდან 15 საათამდე 53 წუთამდე 10 ივნის ოთხშაბათს ანგელოზის საათი იწყება 16 საათზე 6 წუთზე 16 საათზე 53 წუთზე დასრულდება
ეს 11-ში უკვე 17 საათიდან 3 წუთიდან 17 საათამდე 59 წუთამდე. 12 ივნისს პარასკევს 18 საათიდან 5 წუთიდან 18 საათამდე 48 წუთამდე. 13 ივნისს შაბათს ანგელოზის საათი იწყება საღამოს 19 საათზე 9 წუთზე და 19 საათზე 55 წუთზე დასრულდება. და 14-შიც შემდეგ კვირას გვაქვს შაბათს კვირას, ანუ საღამოს გვაქვს ისევ ჩვენი გადაცემის შემდგომ იქნება, ეს იშვიათად ხდება, მაგრამ აი ამდენად გვაქვს 20 საათიდან 11 წუთიდან 20 საათამდე 58 წუთამდე გვექნება ეს ყოველივე. ეს რაც შეეხება ანგელოზის საათს. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ რადგან გადაინაცვლა ტყუპები ზოდიაქოში და 21 ივნისამდე იქნება ტყუპები ზოდიაქოში, აი ეს პერიოდი 21 ივნისამდე რა ტენდენციებთან იქნება დაკავშირებული. ანუ მოდით ავუშვით, რომ პირველ რიგში ხელმძღვანელობა კარგად არის განწყობილი, ამიტომ არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ დავუშვათ თქვენი განვითარება შეაფერხოს, თუმცა აირის მიმართ არის საჭირო ამ პერიოდში ყურადღება. ინტრიგანი და ასე ვთქვათ, მოშორნე ადამიანები იჩენენ თავს. აი ესენი იქნებიან ძალიან აქტიურები, ამიტომ ინტრიგები, ჭორები თქვენ საწინააღმდეგო შეიძლება აგორდეს და ამ ხრივ ყურადღებით აკონტროლეთ რა ხდება თქვენს ზურგს უკან. ზედმეტად ასე ვთქვათ, თავისუფლად ისაუბრებთ თქვენს გეგმებზე, თქვენს სურვილებზე, თქვენს შინაგან მდგომარეობებზე, ასეთ ჭორები, ინტრიგები მომენტურად აგორდებიან შემდგომ თქვენს საწინააღმდეგოდ განსაკუთრებით კოლეგებთან ვიღოთ ყურადღებით ამ თვალსაზრისით. შემდგომ აღვნიშნოთ ისიც, რომ უცებ წარმატებული პერიოდი ეს არის. უცებ წარმატებას მოგიტანთ. შესაბამისი დაუშვათ შრომა, ეპისკოპა, მოთმენება, ფუნდამენტური მუშაობა მოგიტანთ თანდათანობით წარმატებას და არა უცაბეთს. ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები აქ ნაკლებად არის მოსალოდნელი, არავით არის ფორს-მაჟორები და ასე შემდგომ ფინანსური კრიზისი ნაკლებად აქ ხელფასდაძლეულად იღებთ, პრემიები შეიძლება მოვიდეს და ასე შემდგომ მანიპულაციით სამსახურისაც შეიძლება უკეთესი ფინანსური მდგომარეობაც იყო და ახალ დაუშვათ ფინანსურ წყაროებსაც კი მოიძიებთ ამ პერიოდში. საოჯახო კუთხითაც პერიოდი კარგია, ასე თუ ისეა გარკვეული სტაბილურობა არის საოჯახო ურთიერთობებში. ახლა პატარა მცირე შეიძლება გაუგებრებები მაიჩინონ თავი, მაგრამ ის რა დაუშვათ ამას დაშორება მოყვეს და სერიოზული კონფლიქტები ამდაგვარი არა. რომანტიკული კუთხითაც კი პერიოდი არ არის ცუდი, მოდი ავნიშნოთ, მაგრამ აქ სხვა შეიძლება საინტერესო ადამიანიც გაიცნოთ, მაგრამ ნუ ჩქარობთ. იმიტომ რომ აქ უნდა 7 ჯერ გაზომერთხელ გაჭერის პრინციპით იმოქმედეთ. სიჩქარე, აჩქარება, უცაბედი აღფრთოვანება პარტნიორით შეიძლება შეცდომის თვალსაზრისით აღმოჩნდეს. ჯანმრთელობაც მეტნაკლებად ახლა მცირეოდენი შეიძლება გაცივება იყოს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ცვლილებებია ახლა ტემპერატურაში, გარეთ ძალიან ცხელა, ზოგიერთ ასე ვთქვათ შენობაში შედარებით უფრო გრილა და შემდგომ და ამიტომ პატარა ესეთი მომენტები გაცივებასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს, მაგრამ ნუ მთლიანობაში სერიოზული არაფერი. ყველას კარგი თქვენ სახლში არის სამხრეთი ნაწილი, აი სამხრეთ მხარეს რაც მეტად იჯდებით და უშუალოდ წამოწვევები და შემდგომ თქვენი სახლის ან ოთახისა ეს ზონა პოზიტიური ენერგიებით არის ახლა გაჯერებული და აქ უფრო უკეთესად და სასიკეთოდ იგრძნობ თავს. რაც შეეხება ახლა ვარჯიშებს, ვარჯიშების დროა უდაოდ გინდათ სირბილი, გინდათ ფეხით სიარული, გინდათ ტრენაჟორები, გინდათ ცურვა და უშუალოდ ველოსიპედის გამოყენება, კი ბატონო, ძალიან კარგი იქნება გადაღლის გარეშე. დაღლა კი გადაღლა არა, იგრძალება. ეს გავითვალისწინოთ ახლა, იმიტომ რომ მაინც ახლა უცებ ხედავ ტემპერატურული ცვლილებებია, ხო? ორგანიზმს ცოტა მიეცით საშუალება, რომ ნელ-ნელა შეაჩვიოს ამ მაღალ ტემპერატურას და აქ დატვირთვას მათ შორის. ასევე ისიც ავუშვით, რომ რადგან ტყუპების პერიოდია, ტყუპებს არ უყვართ განმარტოება, ამიტომ ძალიან კარგი პერიოდია ესეთი თამაში ვარჯიშებისთვის, იქ კალათბურთი იქნება, ფეხბურთი იქნება, ფრენბურთი და შემდგომ ასეთი ფორმები ვარჯიშების ასე იქნება ძალიან კარგი. საკვებს მიაქციოთ ყურადღება, ეს სხვადასხვა სახის სალათების დროა ახლა. კი ბატონო, ბოსტნეული, ხილი, რაც მეტი, მით უკეთესი. ხოლო თუ ვინც არის მოყვარული ასე ვთქვათ ხორცოულისა, ფრინველის ხორცი კი ბატონო და ასევე ცხრის ხორცი მისაღებია, ზღვის პროდუქტები ძალიან კარგი იქნება. მაგრამ ღორის ხორცზე ახლა უკვე უნდა ვთქვათ უარი და ლობიოც ახლა მანდამეთ სასურველი არ იქნება. სხვათა შორის აი უცხოეთის ქვეყნებიდან ჩინეთი იქნება ფრიად სასიკეთო წარმატებული და ახსოვსო იქნებით საოცარი შთაბეჭდილებებით. ეს ის ტენდენციები, რომელიც ეხება უკვე აი ამ მოვლენებს შემდეგ კვირისა და რას უკვე შემდეგ კვირას ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, ვისაუბრებთ დარჩენ თემებზე, ხვალ შევახსენებთ 11 საათზე ჩვენ
ჩვენი გადაცემა განმეორდება ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ხვალ დილით ისევ შევხვდებით 15 წუთი რო აკლია ტელეიმედში 9-ს დილით მე უკვე 10-20 წუთზე გადავინაცვლებთ რადიო იმედში და დილის 10 საათზე შევხვდებით უკვე პოზიტივის დილის გადაცემაში პოზიტივის დილის 9 საათზე უკვე შევხვდებით ასევე ჩვენ ხუთშაბათს პარასკევს იცით რომ ჩვენ შუადღე გვაქვს ამჯერად ჩვენ შუადღე ცოტა ადრე დაიწყო 2 საათზე როცა სხვა დროს 3-ის ნახევარზე იყო ნუ აი სადღაც 2-დან 3-მდე მოკლედ აი აქ გავდივართ და ძირითადად აქ ჩვენ გვაქვს სხვა განყენებულ თემებზე საინტერესო თემებზე უდავოდ საუბარი რუსთავი 2-ის ეთერში შუადღის გადაცემაში ასევე იცით რომ ჟურნალი თბილისელები გაზეთი ასევალ დასავალი ყოველ ორ შაბათს ანუ ხვალინდელ ნომრებში გაზრდით ინფორმაციას რომელიც ჩემს მე არ მოწოდებული ხართ გაფრთხილებული შეარაღებული და რადიო ფორტუნა ყოველ დილით დაახლოებით 10 წუთი რო აკლია 9 საათს 11-ს გაწვდით ინფორმაციას ჩემს მიერ მოწოდებულ სადაც არის იმ კვირის და ცალკეული დღეების ასტროპროგნოზი ამ ინფორმაციით ხართ გაფრთხილებული წარმატებული გაქვთ სრული ჰარმონია ვარსკვლავურ ასე ვთქვათ მოვლენებთან ენერგიებთან და მეც გისურვებ წარმატებებს ყოველივე კარგს ამ ინფორმაციით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე